მე ნათია ვარ მარადიული ჯანმრთელი ჯანსაღი სული. ეხლა შეკითხვა იყო ასეთი, სადაა ასტრალი? სადაა ასტრალი და ასტრალებში ვართ ჩვენ ყველა, ჩვენი ასტრალი არის ჩვენ თვალებში, ჩვენი ასტრალი, თითოეული ადამიანის ასტრალი, თითოეული ადამიანის ინფორმაციული წყარო არის ჩვენ შიშკავიდნო ჟელეზას ეძახიან ამას, გალავნოი მოზგს ეძახიან ამას, არის ჩვენ თვალებში. სადაა ასტრალები და კოსმოსი და კოსმოსში ვართ ჩვენ. ჩვენი დედამიწა ბრუნავს და ყველა პლანეტები ბრუნავს და პლანეტარული ენერგიებიც ახდენენ ზეგავლენას. შინაური გარეული ენერგიებიც ახდენენ ზეგავლენას და კოსმოსამყარო ენერგიებიც ზეგავლენას ახდენენ ჩვენს ბიოსისტემა ბიოსტრუქტურაზე და ჩვენ შინაგან ასტრალებზე. ასტრალებში ვართ ჩვენ. ასტრალია ეს ყველაფერი. ვირტუალურ მირებში ვართ ჩვენ, პარალელი მირებში ვართ ჩვენ ყველა. ჩვენი ასტრალები, პირადი სულიერი ასტრალები კიდე ადამიანის თვალებშია, შიშკავიდრონ ჟელეზას ეძახიან ამას. ადამიანის თვალებს და მიკრონეიროს სკანერებს ეძახიან, ტრეციგლას ეძახიან, ტრეციგლაზის რეჩევოი აპარატს ეძახიან, სკანერს ეძახიან, სენსორებს ეძახიან. ამას ეს არის ჩვენი საზნანია, ჩვენი გრძნობები, ჩვენი ემოციები, ეს არის ასტრალი. თითოეული ადამიანი ასტრალია. თითოეული ადამიანი არის პარალელი მირების, მირმეჟმირიების, კოსმომირების ცოტა თუ ბევრად, მინიმუმ მაქსიმუმ მატარებელი. უნდა თუ არ უნდა ეს ესია. და ეს ჩვენ მატერიალურ მირებში, ეს ყველაფერი რასაც ვხედავთ, გარშემო ეს მანქანები, სახლები, კარები, ფულები, მაღაზიები, საკვები, ეს არის უსულო საგნები. ეს ვართ მატერიალურ სამყაროში ჩვენ სულიერი სამყაროს შვილები, ასე ვთქვათ, და ჩვენი სულიერი სამყაროს რა ქვია ასტრალები არის ჩვენს ასე ვთქვათ საზნანიებში, ჩვენს თვალებში, რასაც ეძახიან ტრეციგლას, რეჩევოი ტრეციგლას და სკანერს. ეხლა მე რო ვლაპარაკობ, ეს არის ჩემი ფიქრებიდან გამომდინარე, იმპულსურად მიეწოდება, მოეწოდება რაღაცას ვუკაკოდები ციფრები ჩემს სხეულს და გამოვთქვი მე ეს სიტყვა, ხო, ანუ რეჩევოი აპარატი და ტრეციგლაზი და საზნანია და ჩემი სენსორები და ნეიროსენსორები არის ერთმანეთთან ნერვებით რაღაცით დაკავშირებული, რითაც გამოთქვავ ჩემ აზრს, ხო? ეს არის ასტრალები. ლექს რომ წერს ადამიანი, სად შედის ასტრალებში. და იქ იგონებს რაღაცა პოეზიას, მუსიკას, ჩვენი რა ქვია, ლოცვას რომ ამბობს ადამიანი, შინაგან ლოცვას, ეს ვის ესმის, პირველ რიგში გვესმის ჩვენ, რას ვითხოვთ და მერე ესმის უკვე ჩვენს გარშემო სხვა ასტრალებს, სხვა ბიოპოლებს. ჩვენ სხვადასხვა ასტრალები არის ერთმანეთის მეზობლები. всё. მერე კიდე თუ ადამიანმა ეს ტრეციგლაზი თვითონ არ დაიბლოკა სამანავიძონიე ბლოკებით ან არამჯერა ან დაუშვათ გადაიტანა ტრამვები, თავის ტკივილები და რაღაცეები, ან რა ქვია ადამიანმა თუ თვითონ არ დაიბლოკა რა ქვია თავისი ასე ვთქვათ ასტრალი, სადაც ადამიანს შეუძლია თავისუფალი ფიქრი, თავისუფალი აზროვნება. ასტრალი არის ჩვენი სახლი და ჩვენი სახლი არის ჩვენ საზნანიაში, ჩვენ გულში. გულის თვალიც არსებობს, თვალის თვალიც არსებობს და გონებრივი თვალიც არსებობს. ხო, და თუ ადამიანმა თვითონ არ დაიბლოკა ეს თავისი ტრიგერებით, ბლატაობებით, მორაკებით, თავით, ყველა ადამიანს აქვს ტრეციგლაზი. ყველა ადამიანს შეუძლია განვითარდეს სულიერათაც, ნიჭობრივათაც და ყველანაირად. ეხლა რაღაცას რო კითხულობს ადამიანი და რო იმახსოვრებს ამას, ეს უსულო საგანს კითხულობს.
უსულო ციფრებს სწავლობს, უსულო ფორმულებს სწავლობს ადამიანი, მაგრამ მაინც იმახსოვრებს, ხო? ეს როგორ ხდება? ეს ხდება ასტრალურად იმახსოვრებს ადამიანი, თორე გონებრივად და რა ქვია, ფიქრებით ვიმახსოვრებთ ამას, ხო? თითოეული ადამიანი, განათლებული ადამიანის ასტრალები არის თითოეული ადამიანის თვალებში, თავში, თავის ტვინში, ზურგის ტვინში, სისხლში მერე გადადის ეს, ამას ეძახიან ოპიტებს, ასტრალურ ოპიტებს. ეს ასტრალური წრეწიგლაზები, ასტრალური ჩვენ ვართ ასტრალებში და გვაქვს ასტრალური წრეწიგლაზები. ეს ასტრალური წრეწიგლაზები, ეს ჩვენი სენსორები, ჩვენი სკანერები, ჩვენი რეჩევი აპარატები, ჩვენი ემოციები, ჩვენი ამბიციები, ჩვენი გრძნობითი უნარები, ხო ეს რაც ბიოსისტემას ახასიათებს და რაც სული გადმოგცემს კიდე პატოკებს, რასაც ეძახიან ენერგოინფორმაციულ კანალებს, რასაც ეძახიან და ენერგოინფორმაციული კანალებით რაღაცის მიხვედრას, რასაც ეძახიან, რომ ესე კი არა, ესია. არა, ესე კი არა, ესია სწორი. რასაც ლოგიკას ეძახიან, რასაც არალოგიკას ეძახიან, საერთო არ გვინდა ამ თემაზე ბევრი ლაპარაკი, ეს ჩვენი სენსორები და სკანერები არის ჩვენს თავში, ჩვენს სხეულში, ჩვენს სულიერ საზნანიაში. საზნანია რამდენი არსებობს, არის ფიზიკური საზნანია, არის ბიობოტური საზნანია, სისხლს თავისი გენური საზნანია აქვს, გენოინჟინერიას ეძახიან ამას და არის საერთოდ ბიოველი ბიოპოლის საზნანია, არის სხვადასხვა შინაურ გარეული სამყაროების საზნანია და ამას ჩვენ რა ქვია, როგორ აღვიქვავთ ამას ყველაფერს. როგორ აღვიქვავთ და წრეწიგლაზით აღვიქვავთ ამას ყველაფერს გძნობთ, აღვიქვავთ ამას ყველაფერს წრეწიგლაზით. ეს ყველაფერი არის არსებობს ასტრალში ვართ ჩვენ, კოსმოსში ვართ ჩვენ. ხო, თუ ადამიანმა თავისთავი არ დაიბლოკა რაღაცა ტრიგერებით, თავში ტყმებით არ გამოალაყეს ადამიანი და ტვინის შერყევები არ მიაღებინეს ადამიანს, ყველა ადამიანს აქვს წრეწიგლაზი გახსნილი. და ყველა ადამიანს აქვს არის თვითონ ინტერფერენტები ბლოკავენ ადამიანს, ჩორნი აჩქები, ჩორნი ლინზები და ჩორნი რაღაცეები, ეს რაღაცა ინტერფერენტებმაც იციან რაღაცეების, ასე ვთქვათ, დაბლოკვა. ადამიანმა თვითონაც იცის თავის დაბლოკვა და არის რომ ფიზიკურადაც რაღაცა შინაური მტრები, გარეული მტრები, შინაური ტეკეპატორები, გარეული ტეკეპატორები ბლოკავენ ადამიანს, ან ცემენ, ან დაწვალებენ, ან ტყეპავენ, მიაღებინეს თავის ტვინის შერყევები, სტრესები, ან ავარიაში მოყვა ადამიანის შემთხვევით და მიიღო თავის ტვინის სტრესები და ვეღარ არის ისეთ მექანიკურად მატორზე აღარ არის, როგორიც უნდა იყოს რეალურად. ხო, ეხლა მე არ მინდა ჩემ თავზე ვილაპარაკო, მე არ მიყვარს ხოლმე ჩემს საქმეებში ვიღაცეების ცხვირის ჩაყოფა, მაგრამ მე რაც გადავიტანე, იმას ყველა ვერ გადაიტანდა. შარო საიდან მოდიხარო, მე ისე გავიზარდე. შინაური ტეკეპატორები თუ გარეული ტეკეპატორები მართლა შარში და მარტო გაჭირვება და უფულობა და ჩაუცმელობა და შიმშილი და წყურვილი კი არა და რაღაცა ბევრნაირი რაღაცა მწვალებლური ღალატური პროგრამები გადავიტანე შინაური გარეული ტეკეპატორებისაგან. მართლა რომ შარო საიდან მოდიხარო. აი ესეთი ცხოვრება გავიარე მე. ბევრი თუ ეხლა ხელის გულზე აღზარდეს, სიყვარულით აღზარდეს, მე რაღაც ძალიან სხვანაირი ცხოვრებით გავიზარდე და ბევრი ვერ გაუძლებდა ესეთ ცხოვრებას, რაც მე გადავიტანე. მე კი ბატონო, არავის არ დავდევ, არც მაინტერესებს, მე ვიღაცა ჯადონბაზებს 100 წელი და სატანისტებს 100 წელი თავიანთი კარმებით იარონ, ყველას მომიტევებია, იპაგა დასვიდანია. ყველა მიაროს თავისი კარმები, ყველამ თვითონ მოინელოს, თავისი ცოდები ყველამ თვითონ მოინელოს. всё, მიმინდია ეს საქმე, ასე ვთქვათ, ღმერთისა და ვიშეს ვეტრესირებისათვის, მაგრამ ადამიანმა მაინც ეხლა მე არ მიყვარს ჩემ თავზე ლაპარაკი, მაგრამ მე მაინც შევძელი ცოტათი მაინც გამეხსნა ჩემი ტრეწიგლაზი მიუხედავად ბევრი ტრამვებისა.
და ბევრი ასე ვთქვათ სამანავიძონია ბლოკებისაგან, რომ ესე არ ამწამს, ისე არ ამწამს, ესიც რო ესაც მჭირდა და ესენი მოიხსენი ყველაფერი და ასე ვთქვათ, გადავრჩის, ცოცხალი ვარ, აგერ რა ქვია, ჯამთელად ვარ, ასე თუ ისე ნახევრად თუ კარგად თუ მეტად თუ ნაკლებად და ჩემი შრომით ვცხოვრობ, ჩემი სიცოცხლით ვცხოვრობ, ჩემ გრანიცებს ვიცავ, სხვის გრანიცები არ მაინტერესებს მე. სხვისი გრანიცები, ყველამ თვითონ დაიცვას თავისი გრანიცები. ეხლა და ყველამ თვითონ მოინანიოს თავისი ცოდები, მოინანიონ თავისი ცოდები და კარმები. მე ყველას პატიო და არავისი კარმები და არავისი ისენი არ ამჭირდება. მე გამოსასწორებელი მაქვს, ჯერ ბევრი კიდე რამე ჩემი კარმები და ჩემი რა ქვია, მინუსები მაქვს გამოსასწორებელი. ხო, და ცოტა ასე ვთქვათ, გავიხსენი თავის ტვინის გონებრივი ტელეპათიური ისენი, რა ქვია, ნიჭები. გავიხსენი ეს ნიჭები. იმიტომ რომ ავედი მე მაღალ ვიბრაციებზე. მაღალ ვიბრაციები რა არის? რა არის მაღალ ვიბრაციები? ახლა კიდე კითხვა იყო რა არის მაღალ ვიბრაციები? ვიბრაციები არის რომ თუ ადამიანი არის მადლიერი რაღაცის იმედით ცხოვრობს, რაღაცა თანადგომის იმედით ცხოვრობს, რაღაცა სათნოების იმედით ცხოვრობს, ეს არის სულიერი წყარო. ეს არის მაღალი საფეხური, ცხოვრებისეული სულიერი წყარო. და ადამიანი მადლიერია დღევანდელი დღის, ნაცნობის, უცნობის, ბუნების ძალის, ხაერის ძალის, წყლის ძალის, რა ვიცი, ყველაფრის მადლიერი ადამიანი, იმედი აქვს, რომ ხვალე უკეთესად იქნება ყველაფერი, რომ მადლობა, რომ ყველაფერი კარგადაა, მშვიდობა ყველაფერმა კარგად ჩაიარა, თანადგომის იმედით, ურთიერთგაგების იმედით, რომ ცხოვრობს ადამიანი, ხო, იმას ვერ მოერევა ვერანაირი, რა ქვია, ჯადონბაზა და ვერანაირი კარმისტი და ვერანაირი ნეგატორი ვერ მოერევა ისეთ ადამიანს და ადამიანმა ასე ვთქვათ, ავიდა მაღალ ვიბრაციებზე და გავიხსენი ჩემი აზროვნება და გავიხსენი, მე თვითონ გავიხსენი ჩემი ასეთ არც არასოდეს არ ყოფილა ბოროტი, მაგრამ რა ქვია, დაწყენი რო ადამიანი ცხოვრებაზე იბლოკება. მაგრამ მე მივხვდი რომ ეს ცხოვრება არის ასეთი ანტიხრისტული თუ რა დავარქვათ, არ ვიცი, ანტიპონტნი თუ რა ვიცი როგორ დავარქვათ, ანტიხრისტული სამყაროა, ზიმნოის სამყაროა და ასე ვთქვათ, მე ვაპატიე ყველას, ეს საქმე მივადე, ვის შეესვეტრი ესირებს, ყველამ თავისი კარმები მოინენო, გამოასწორონ, მე ჩემი კარმები მაქვს მოსანელებელი და გამოსასწორებელი და ავედი ისეთ ვიბრაციებზე, ისეთ ვრემენიან ირიებზე გადავედი, სადაც არის მშვიდობა, სიხარული, სიყვარული, მადლიერება ღმერთის მიმართ, ჩემი მიმართ, ხალხის მიმართ, არ ვიცი, მსოფლიოს მიმართ, კოსმოსების მიმართ და საერთოდ ეს სამყარო ვინ შექმნა ღმერთმა, ხო და ვის შეესვეტრი ესირებმა, ვის შეესვეტრი ესირების მიმართ. რო ვარ ამ სამყაროს ერთ-ერთი პატარა შვილი. ეს არის უდიდესი საფეხური მადლიერების გრძნობით, როცა ცოცხლობს ადამიანი. მარტო ის კი არა, რომ სახლი ვიყიდე და მადლობა მანქანა ვიყიდე და მადლობა დავლიე და მადლობა არ უნდა დალიო. ხო, არ უნდა დალიოს ადამიანმა. დალევის დრო უნდა იცოდეს ადამიანმა და საათი, მით უმეტეს. ხო, ასეთ ადამიანს ეხლა როგორიც მე ავიმაღლე ჩემი მდგომარეობა, ხო, ვიბრაციების მდგომარეობა, ხო, და ვერ მომერია ეხლა, ვერც ავიძალა და ვერც კიდე რაზრუში წინი პროგრამები ვერ მომერივნენ. всё. და ადამიანი თუ დაბალი ემოციებისა და დაბალი საფეხურებზე არის და მარტო იმას ცდილობს, რომ ვინ ცემოს, ვინ ტრეპოს, ვინ აწამოს, ვინ ცილი დასწამოს, ვინ დაამციროს, ვიზე იბლატაოს, ვისზე გაიცინოს, ვისზე იჭორაოს, ეს დაბალი ცოდვილური საფეხურებზე და ცოდვილურ ემოციებზე თუ ადამიანი, ეს არის უკვე ცოდვილურ ტრიგერებია ეს და არის კარმებში. არის კარმებში. და
კარმებიდან კი ვერ გამოდის და ტრიგერული ბლოკებიდან კიდევ კი არ გამოდის, უარესად უკან მიდის თავის ტრიგერულ სატანურ თუ ჯადონბაზურ თუ რა ვიცი რა დავარქვა ანტიხრისტულ კარმებში და ცოდვებში. ხო, მე ეს რა ქვია მაგია არ მუშაობს, მაგია რა სიტყვით, მუშაობს მარტო ზაშიტები და ზაშიტები მაგია არ არის. ზაშიტები მუშაობს მარტო, მაგია არ მუშაობს. აი სასიყვარულო მაგიები და ესე შემიყვარო ან ფულის მაგიები და ესენი ეს არ ამუშაობს, არაფერი ეს არის დაბალ ვიბრაციული პარაზიტები ემსახურებიან ამ განხრებს და ადამიანი აიკიდებს ინტერფერენტებს, მუშაობს მარტო ზაშიტები, იმიტომ რომ ადამიანს აქვს მხოლოდ სიკეთის უფლება კოსმოკანონების მიხედვით და ზაშიტების უფლება, თვით თავდაცვის უფლება აქვს ადამიანს, всё. მე შემიძლია და ყოველთვის მაქვს ჩემი თავდაცვის უფლება. ამისი უფლება აქვს ადამიანს. და ცეცხლის ძალით გავწმინო ჩემი სახლი, ამისი უფლება მაქვს. წყლის ძალით და გავწმინო ჩემი სახლი, ამისი უფლება მაქვს. ჩემი ბიოვერი, ბიოპოლი, ჩემი ეს წყლის ძალით, ჰაერის ძალით, მიწის ძალით, მარილის ძალით, რა ვიცი, გავწმინო და დავიცვა ჩემი თავი და ჩემი სახლი, ამისი უფლება მაქვს მე. და ჯადონბაზობის უფლება არავის არ აქვს. სიბოროტის უფლება არავის არ აქვს. სხვისი გრანიცების, სხვისი გამოყენების, პერეკლადაობის, პატკლადაობის უფლება არავის არ აქვს. ეს არის კოსმო კანონების დარღვევა. და ამას ეძახიან ზუსტად კარმას. ან სამანავიძონიე კარმას. მერე გაია ცოცხალია. ბუნება ცოცხალია. ცოცხალი საზნანია, გაია და ბუნება. ცოცხალი ენერგიები არიან ესენი. ბუნება, მიწა, ცოცხალი ენერგია, ცოცხალი საზნანია. პლაზმოიდური საზნანია, ცოცხალი სულია ეს. რომელიც თავის ასე ვთქვათ დედამიწა, ხო? დედამიწის ცხოველები, დედამიწის ფლორა, ფაუნა, რაღაცა, ხო? თავის ეს არის ზიმნოი, მიწიერი, ვიშიე სვეტრიე საზნანიები, ვიშიე სვეტრიე ანგელები, ვიშიე სვეტრიე სულები, რომლებიც თავიანთ მოღვაწეობას გამოხატავენ მატერიალურ სამყაროში ყვავილის ფორმით, ხის ფორმით, მარწყვის ფორმით, ვაშლის ფორმით. ეს არის და ამით ეხმარებიან ხალხს, ბუნებას, ჩვენ ბიობოტებს გვეხმარებიან, სიცოცხლეს ეხმარებიან. რაღაცით. ხო, მერე ხო, ანუ ასტრალი არის ჩვენს თვალებში, თვალებს რო დავხუჭავთ და რაღაცაზე ფიქრობთ, ხო წარმოვიდგენთ ამას, ეს არის ჩვენი ასტრალი. თვალებით ნეიროსკანერული სენსორული მიკრო მაკრო სეტებით ხდება ასტრალებში, ვირტუალურ მირებში, პარალელ მირებში, კოსმო მირებში, ზეციურ მირებში, საზვიოზდიების მირებში, ტელეპორტირება, მისლენო, ტელეპატიობა, ტელეპორტირება, მისლენო და სკანიროვანიობა, ჩელენინგობას რომ ეძახიან, სკანიროვანიობას რომ ეძახიან, ეს ხდება, რა ქვია, ასტრალებში, ტრეციგლადის ნეიროსეტებით, ნეიროსენსორებით, სენსორული მიკრო-მაკრო სეტებით ხდება ეს თვალის, მიკრო-მაკრო სეტებით ხდება ეს თვალის
ან საზნანის თვალის, ან გულის თვალის, ან უჯრედების თვალის რაღაცა უჯრედებსაც შეუძლიათ აღქმის უნარი აქვთ. ტელეპატიობა და ტელეპორტირება, საზნანიების ტელეპორტირება და ჩელენინგობა ეს მირმეჟმირია სამყაროებში ხდება ზუსტად ჩვენი შინაგანი სენსორული, ნეიროსეტული, მიკრო, მაკრო სკანერებით, თვალებით. გვაქვს ნიჭები, კი გვაქვს ნიჭები და შესაძლებლობები გვაქვს. გვაქვს ელახიმური ნიჭები. ანუ სამაგანკურნების ნიჭები გვაქვს. გვაქვს ელექტრომეტალიჩესკური და ელექტროელასტიური ნიჭები გვაქვს. ელექტრომეტალიჩესკური ნიჭები რა არის? მაგალითად ადამიანმა მუშტი შეკრა, ხო, ან კუნთი დაძაბა, ხო? და რა ქვასავით კუნთიაო, რა ქვასავით მუშტიაო, ხო? ეს არის მეტალიჩესკი ელექტრო სენსორული ნიჭებით. შეკრა ადამიანმა მუშტი. გაუშვა ადამიანმა მოადუნა მუშტი, ხო? ეს არის ელექტრო ელასტიური ნიჭები. ელექტროელასტიური ნიჭები. ელასტიურიც არის ადამიანი და მეტალიჩესკიც არის ადამიანი. მეტალური ფორმულებიც აქვს ადამიანს, ფორმულები კი არა და ელემენტებიც აქვს ადამიანს სიცხლში ოდნავ და მარტო წყალი და ჰაერისაგან ხო არ შედგება ადამიანი. იქ არის კალცი და სხვადასხვა ვიტამინები და სხვადასხვა ელემენტებისაგან შედგება ადამიანი. ადამიანის ბიოსისტემა და ბიოსტრუქტურა. მერე ხო, ადამიანი რომ მოდუნდება, მერე ელასტიური ხდება, ხო? გვაქვს კომპიუტერული ნიჭები, ციფრომექანიკური ნიჭები გვაქვს. გვაქვს კომპიუტერული, რა ქვია, გრძნობითი მექანიკური ნიჭები. გვაქვს კომპიუტერული, ანუ სკანერული, ანუ სენსორული, ყნოსვის მექანიკური ნიჭები. კომპიუტერულ სენსორული, სიტყვითი, გამოთქმითი, ემოციითი, ამბიციური, სმენითი, მუსიკალური ნიჭები გვაქვს, პოეტური ნიჭები გვაქვს. და ეს ყველაფერი ადამიანი მექანიკურად უდევს უკვე ადამიანს ეს პროგრამები და ეს სენსორული ნიჭები უკვე გამოიმუშავა ადამიანმა, განიცადა ევოლუცია. და ადრე თუ ერთი ქვის ქვაკედან იქ როგორ წავიღო, 1 საათი ფიქრობდა ადამიანი, ეხლა უკვე იცის ადამიანმა, ერთ წამში იცის ადამიანმა ქვა იქიდან იქ როგორ წაიღოს. всё, რო უნდა აწიოს და წაიღოს, ამას ბევრი ფიქრი აღარ უნდა. ეს გამოიმუშავა უკვე ეს მექანიკური ნიჭები უკვე უდევს ადამიანმა, რა ქვია, ორგანიზმში და კომპიუტერულ, სენსორულ ნერვებს ეძახიან, ნეიროსეტებს ეძახიან, რაც ეძახიან, დევს უკვე ტვინის თვალის ენერგოინფორმაციულ ნერვულ სისტემებში. ეს ნიჭები სად არის და ჩვენს თვალების ტვინში არის, ძვლების ტვინში არის, სისხლის ტვინში არის, უჯრედების ტვინში არის, ხერხემლის ტვინში არის, ენერგოინფორმაციულ კანალებს რასაც ეძახიან ამას და რა ქვია, ნიჭები გადმოგვეცემა როგორც წინაპრებიდან, გენური ნიჭები ეს ეძახიან ამას. ბევრი ინფორმაცია გადმოგვეცემა წინაპრებიდან. სხვისი ტკივილი, სხვისი უბედურება, სხვისი ავადობა, ვირუსები შეიძლება გადმოგვეცეს და ნიჭებიც გადმოეცემა ადამიანს. ჩვენ შეგვიძლია ელახიმური ნიჭებიც აგვაქვს, ანუ სამაგანკურნების ნიჭებიც აგვაქვს. ეს საიდან ვიცით როგორ განვიკურნოთ თავი.
ნუ ქალაქში გაიზარდა ადამიანი, მაგრამ იცის რომ გვირილის ჩაი კაია სამკურნალოა, всё, მიდის ყიდულობს მაღაზიაში გვირილის ჩაის. რაღაცა მწვანილი შეჭამა ადამიანმა მოეწონა ჭამს იმ მწვანილს, იმიტომ რომ სალათას, კიც პამიდორს, იმიტომ რომ იცის რომ კიტრი პამიდორი ორგანიზმს წმინდავს. всё, ეს ელახიმური ნიჭები თანდაყოლილია, ბევრი ნიჭი გადმოეცა წინაპრებიდან ადამიანს. გენურ ინჟინერიას ეძახიან ამას, გენურ სისტემებს ეძახიან ამას. და არის სულიერი ნიჭები და ამას ოპიტებს ეძახიან, რომელიც თითოეული ადამიანის სულის სისტემებში და სტრუქტურებში ინახება. ამას ეძახიან ოპიტებს, საზნანიებში ინახება. და ამ სულიერი საზნანიები და სულიერი ოპიტები რომ შეეგრძნოს ადამიანმა, ხო? ამიტომ უნდა გაითავისუფლოს თავი ნიჟნე ვიბრაციებისაგან და დისტრუქციული ვიბრაციებისაგან. და ეს სულიერი საზნანიები და სულიერი ინფოპაკეტები, რომელიც თითოეული ადამიანისათვის არის საჭირო, რა ქვია, ბიოსისტემას გადმოეცემა ხან ზუკაკოდებით, ხან კოდური კოდებით, ხან სიზმრებით, ხან ფიქრებით, ხან ხვდება ადამიანი, რომ დავუშვათ რაღაცა ცუდი უნდა მოხდეს და იქ არ წავალ. მოდი ამ ნივთს არ ვიყიდი, იმიტომ რომ რაღაცა ცუდი აურა დევს აქ. მოდი იქ არ შევალ, იმიტომ რომ რაღაცა ცუდად რაღაცა წინად გრძნობები აქვს, სულები და ანგელოზები ჩვენ როგორ გვაფრთხილებენ და სენსორული სიხშირეებით, ზუკაკოდური სიხშირეებით, ციფრავი ზუკაკოდური სიხშირეებით ცდილობენ დაკავშირებას და ცდილობენ, რა ქვია, ბიოსისტემა გამოაღვიძონ ზუსტად ზუკაკოდური და ციფრავი სიხშირეებით. იმპულსური სიხშირეებით, რასაც ქვია, სტოკების სიხშირეებით. აი ეს არის ასტრალი, ასტრალები ვართ ჩვენ. და ჩვენშია ეს ასტრალები ჯერ, მერე გაიაშია ეს ასტრალები ჯერ და მერე კოსმოსებშია ეს ასტრალები.